თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების მიწის ნაკვეთების აუქციონი დღეს გაიმართა. სხვადასხვა უბნებში მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ქალაქის მერი, ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები და მყიდველები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სასურველი მიწის ფართობი შეიძინეს და საკუთარი საქმიანობის განხორციელებას უმოკლეს ვადაში დაიწყებენ. აუქციონი ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა პროცესს დასწრებოდა. როგორც თავად შეხედეთ, აუქციონი ჩატარდა ობიექტურად, სრული დაცვით იმ წესების და იმ ნორმების, რომელიც კანონით გვევალება და მე მინდა მივлოცო ყველა შემძენს, ზოგადად ქუთაისში, ჩვენს ქალაქში საინვესტიციო გარემოს უფრო გაკეთების შობილებისთვის, უფრო მიმზიდველად გახდომისთვის ალბათ აუცილებელი პირობა ეს არის პროცედურების გამარტივება. ჩვენ ვფიქრობთ და გვაქვს დაგეგმილი, რომ აუქციონის წესი შევცვალოთ ელექტრონული წესით, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის აუქციონში მონაწილეთათვის მიღების წესი და მიღების ფორმაც და ინფორმაციაც იქნება უფრო ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ძალიან გაყოფილი ვარ კომერციული საქმიანობას ვეწევი, შევიძინე ადგილი, რომელიც საჭიროა ჩემთვის ოჯახისთვის გამოგვადგება, მაღაზია უნდა გავაკეთო. ჰიმნი აგვისტოს ცხელ დღეებს